პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა მეწარმემ ჯეფ ბეზოსმა თავისი კომპანიის ამაზონის აქციები კიდევ ერთხელ გაყიდა. ამჯერად საუბარი არის 727 მილიონ დოლარიან ტრანშზე, რომლის შედეგადაც ბირჟაზე გასაყიდად გამოტანილი იქნა 3,3 მილიონი დოლარის მოწულობის ამაზონის აქციები. ეს გაყიდვა მოულოდნელი არავისათვის არ ყოფილა, რადგანაც ბეზოს წინასწარ ჰქონდა მარეგულირებელთან ყველაფერი შეთანხმებული და იქ ნათქვამი იყო, რომ წლის განმავლობაში მას უნდა გაეყიდა ამაზონის 5 მილიარდი დოლარის მოწულობის აქციები და აქ საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელი ყიდის თავისი კომპანიის აქციებს, ეს კომპანიის ინვესტორების განწყობაზე არავითარ შემთხვევაში ნეგატიურად არ აისახება, რადგანაც პირველ რიგში რომ ეს ინფორმაცია ისედაც ყველამ წინასწარ ვიცოდით და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ამ ყველაფერს ბეზოსი აკეთებს ძალიან მარტივი პრაქტიკული მიზეზის გამო. ხო, ჯეფ ბეზოსი არის პლანეტის რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანი, რომელიც ფლობს დაახლოებით 240 მილიარდი დოლარის ქონებას, მაგრამ ეს 240 მილიარდი დოლარი არის უმეტესწილად დაბანდებული სწორედ აქციებში კომპანიისა და აგრეთვე უძრავ ქონებაში და იმ რაღაც აქტივებში, დამატებით აქტივებში, მათ შორის ყველაზე დიდი ახტაში კი, რომელსაც ჯეფ ბეზოსი ფლობს, მაგრამ ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს 240 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული, საერთოდ არ ნიშნავს ამას, შეიძლება მას რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ნაღდი ფული ქონდეს, ან რაღაცა მსგავსი აქტივი, რომლის გადაცვლა ნაღდ ფულში შეიძლება ეს საერთოდ არ არის უცნაური, რადგან მას საკრედიტო ბარათი. ხო, ცხადია ინფინიტ ბარათი, რადგან მას ის აღარ არის ამაზონის დირექტორი, შესაბამისად ხელფასი როგორც ასეთი არ აქვს და ცხოვრობს იმ რაღაც აქტივების და დივიდენდების აღებაზე, რაც მას ეკუთვნის და ამიტომაც შეიძლება კითხო თუ რატომ ყიდის ის როგორც წესი საკუთარ აქციებს და სხვა მილიარდერები ზოგადად რომელთაც ძალიან ბევრი ფული აქვს. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა, ისინი ყიდიან იმისთვის ამ აქციებს, რომ კონდეთ ფული, რომ იყიდონ სხვა რაღაცეები, ჩვეულებრივი ნივთები შედარებით, მათ შორის მაგალითად უძრავი ქონება ან იყიდონ რაღაც მანქანა იყიდონ იახტა და ასე შემდეგ. აგრეთვე მათ ცხადია ჭირდებათ ფული ყოველდღიური ხარჯებისთვის და იმისთვის რომ დააფინანსონ უბრალოდ თავის საკუთარი ცხოვრება და უშუალოდ ჯეფ ბეზოსის შემთხვევაში კიდევ ერთი მიზეზი ბოლო პერიოდში არის მისი ძალიან ძვირადღირებული ქორწილი, რომელიც ვენეციაში ცოტა ხნის წინ გაიმართა, დაჯდა 56 მილიონი დოლარი, ცხადია იქ ამაზონის აქციებით ვერ გადაიხდიდა ამ ქორწილს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ ვენდორს მიეღო აქციები, რადგან ისინი ცდის პერსპექტივისკენ არის მიმართული, მაგრამ ცხადია ამ ტიპის ხარჯებისთვის ჭირდება ადამიანს ნაღდი ფული, ამიტომაც ყიდის ჯეფ ბეზოსი აქციებს, ამაზონი არის ლამის ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულზე დღეს და რატომაც არა თან მით უმეტეს ის მაინც ყველაზე დიდი ინდივიდუალური აქციონერი რჩება კომპანიის და მისი ქონების შეფასება მაინც გაიზრდება. მან საკუთარი ქონების ნახევარი დაკარგა თითქმის ცოტა ხნის წინ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც პლანეტის მეოთხე უმდიდრესი ადამიანია, ცოტა ხნის წინ მეორეც იყო, სანამ ლარი ელისონი ორაკლის რაღაცა აქციების ზრდის ფონზე არ გადაუსწრებდა მას. ამიტომაც არ უნდა გავგვირდეს, რომ მომავალში და მომდევნო წლებში მით უმეტეს როცა ყველა ეს მილიარდერები დაბერდებიან, უფრო და უფრო ხშირად გავიგებთ იმას, რომ ისინი საკუთარ აქციებს ყიდიან და მარტივად რომ ვთქვა, ამით ნახდ ფულს იღებენ.